ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართული ოცნების წევრთა მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ დღეს. მმართველი გუნდის სპიკერმა ჩივრა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. თაქთაქიშვილის თქმით, რაიონებში ქართული ოცნების წევრები ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და რიგ შემთხვევაში ემუქრებიან. ჩივრა თაქთაქიშვილმა დღესვე აღნიშნა, რომ პარტიამ შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა. მაგალითად, ქალაქ წნორში ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ ძალადობის შედეგად დაშავდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მათ შორის ქალბატონიც. ასევე დღევანდელი ინფორმაციით ადიგენის რაიონის სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იქნა მძიმედ დაშავებული ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. ჩვენი ინფორმაციით ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერი, მათი მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბატონი ლუკა კურტანიძე, უშუალოდ არის დაკავებული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ მუქარის განხორციელებით.